გამარჯობათ მეგობრებო. დღეს გვაქვს ქარიანი და მზიანი დღე. მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგან მაქვს დრო ცოტა, გადავწყვიტე ჩავწერო პატარა ვიდეო. იმაზე თუ რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი ვარდებზე ამ დროს, როცა ინტენსიურად მოდის მწვანე მასა. ვერ ვიტყვი, რომ ამ სამუშაოს მე გავაკეთებ ყველა ჩვენს ვარდზე, იმიტომ რომ ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი, ძალიან ბევრი ვარდი ყავს, მაგრამ ვისაც აქვს ცოტა ვარდები, რაოდენობრივად სჯობია, რომ ეს გაკეთდეს ეს სამუშაოები, როგორც მახსოვს, შარშანად ჩავწერი ამაზე ვიდეო. ეხლა რა ხდება? როდესაც გაზაფხულზე ხდება აქტიური ვეგეტაცია, ძალიან ხშირად ძალიან ბევრი ჯიშის ვარდებს აქვთ ქვემოდანაც მოაქვს ძალიან დიდი მასა, მათ შორის სუსტი, ყვავილების ისეთ არ მომცემი ყლორტები, ასევე ცრუ კვირტებით არის ეს ძირითადი ღეროებით სავსე და თუ მოიცლით და თუ შეძლებთ, ძალიან კარგი იქნება, რომ ჩატარდეს ეს სამუშაოები, რასაც ახლა მე ვაკეთებ. გამოსუფთავდეს ქვედა ნაწილი, აი ქვედა ფოთლები შევაცალოთ და აქ მოხდეს აერაცია. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხა ვიდრე ამას მე დავიწყებდი და სხვა ბუჩქსაც გაჩვენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ჩახშირდება ეს შიდა ნაწილი, მზე არ ხვდება და მე დაავადებების ბუდეთ იქცევა ხოლმე. ყველა ვარდზე ამას ვერ გავაკეთებ ნამდვილად, იმიტომ რომ წელს ძალიან ბევრი ვარდებია. კიდევ უფრო დაემატა და შესაბამისად ვერ შევძლებ, მაგრამ შევეცდები, რომ ისეთ ვარდებზე ვიმუშაო, რომლებიც ძველები არიან, აი ასაკით დიდები. თუ დააკვირდებით, აი ეს არის ვარდის ძირი, ძველი, ну რამდენი წლის არის. ეს ვარდი ალბათ მინიმუმ 10 წლის არის. არა, 10-ის არა. ალბათ 1.15-ის მინიმუმ. შესაბამისად, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ყველა წამლობები გაკეთებულია. სჯობდა ეს გამეკეთებინა, გამომესუფთავებინა და მე შემეწამლა, მაგრამ ნუ რადგან ესე არ მოხდა ამ წვიმების გადამკიდე სულ ჩქარობდით, ახლაც შეიძლება ასეთი სუსტი ვარდების, ასაკოვანი ვარდების, სუსტი არ არის, როგორი ყვავილებს და ეს უზარმაზარი გახდება, მაგრამ მაინც უკვე შემოდგომის პირას დაავადებებისკენ წავა ხოლმე. აი ესეთი პატარა, არაფრის მომცემი კვირტები, ქვედა ფოთლები გამოვაცალოთ. ამან რა უნდა მოხდეს, ან რა გვინდა, ხო? სამაგეროთ იქნება უფრო ჯანმრთელი შარშან, სადაც ამ ტიპის სამუშაოები ჩავატარე, ეს ბუჩქები მიდრეკილები იყვნენ ჟანგასკენ. ძალიან ცუდი დაავადებაა და შარშან სადაც ჩავატარე ეს სამუშაოები, ჟანგა არ ყოფილა. ჟანგა მერე მთლიანად არ, აი ეს სულ არის ვარდი, აი აქამდე. ძველი ისხლება, დაბალზე ვსხლავთ ძალიან და მერე მოდის, ხდება ხოლმე 2 მეტრი. ისეთი ჯიშია, 2 მეტრამდე ადის ამ ვარდის ნაზარდები. ახლა სხვა ძირზე, აი აქ ვნახოთ. აი რამდენი ტყუილა მწვანე მასა, რომელიც არც ყვავილს გვაძლევს, მიაქვს ძალიან ბევრი საზრდელი ენერგია, საკვები და არ გვაძლევს არაფერს. რამდენჯერ ვთქვი, არ ვიცი, ეს არ გვაძლევს არაფერს, მაგრამ თავმუშაობ და მაპატიეთ. ესენი ახლა შეგვიძლია მოვაჭრათ, გავასუფთავოთ და ჩვენი ლამაზი ვარდუკა გაკვიწყუჭდება. გალამაზდება და აი ეს აი სრუ, ისედაც სრუ კვირტი არაფრით არ მთავრდება, მაგრამ ახლა აქ ყვავილობა ესე დაბალზე არც არაფერში არ გჭირდება. ჩაის ჰიბრიდია ყველა შემთხვევაში. ჩაის ჰიბრიდი არ არის ფლორობონდა, მაგრამ რაღაცა იგივე აგრო ტექნიკა სჭირდება ამ კონკრეტულ ვარდს, როგორც ჩაის ჰიბრიდს ხვებს. თუ სადმე ისეთი კვირტი, აი ხა ეს სრუ კვირტი იყო, მაგრამ თავს გადავაჭრი. ამას საერთოდ
ამოვჭრი აი ამას, იმიტომ რომ არაფრის მომცემი არ იქნება. აჰა, მორჩა. უყუწყუწდა. ეხლა აგრამი დაიცით. აი ამას ვაფორმირებ სპირალზე. ხოდა რადგან აქ ვარ, ცოტა ამასაც შევაჭრი, რაც თვალში მომხვდა იმათ. ასე. დანარჩენს მერე კარგად შევაჭრი. აქაც იგივეს ვაკეთებ, შედარებით პატარა ბუჩქია. აი, ეს უნდა მოვჭრათ. მოვამრგვალოთ. აი ასე. აქაც მოკლედ, ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს. ასე დავამუშავებ ამ ვარდებს, რომელსაც შევძლებ ისე ვიმეორებ, ვისაც რამდენიმე ვარდი აქვს, კარგია რომ ეს მოხდეს. წელს ვყავს დამუშავებული ვარდები. უკვე 3ჯერ. შემოდგომა 3%-იანი ბორდო, გაზაფხული პირველი 3%-იანი ბორდო, შემდეგ ისევ 1%-იანი ბორდო იყო და მავნებლებზე, ასევე მკვება იზამიონით, მკვებავები, ბიოჰუმუსი შევასხურე როგორც მახსოვს ფესვიდან კი არა ფოთლიდან, შემდეგ მეორე თუ არ ვცდები სკორით შევწამლე და ასევე მავნებლებზე შევწამლე კონფიდორით. ყოველ შემთხვევაში აი ეს წამლები, ესე იგი კონფიდორი, ბოლო იყო ბოლოს არა, პროტეუსი და პლუს ტკიპებზე, ობერონი და სოკოვანზე იყო ესე იგი ბორდო, ფალკონი, სკორი და ტოპაზი. ანუ ეს თითოეულ ვარდს მოუწია მოკლედ 3ჯერ. ამ პრეპარატებს ვანაცვლები, ხო კონკრეტულ ბუჩქს რამდენი მოუწია, რომელი როდის მოუწია, არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეს პრეპარატებია გამოყენებული. ცოტა აბნეულად თქვი, მაგრამ ესე იგი პრინციპი არის ეს, რომ მუშავდება 3 მიმართულებაა, ხო? ვარდების დამუშავებისას დაავადებებზე, ნაცარი და ლაქიანობებზე, მავნებლებზე ვიყენებთ როგორც საკარაციდებს, ასევე მოკლედ ამას მოვჭრ